Გაცოცხლებული ტრადიციები და წესჩვეულებები გურიაში ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულისთვის, კალანდობისთვის ემზადებიან. ჩიჩილაკის გათვლა და მორთვა, ფიშტოს გასროლა, საშობაო ღვეძელის გამოცხობა, აგუნას გადაძახილი და კრიმანჭული რეგიონში ძველთა ახალი წლის თამდევი რიტუალებია, რაც არასდროს ირღვევა. საინტერესოა ფეხადის იგივე მეკვლის ტრადიციაც. ამჯერად მოამბე ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნაგომარს ესტუმრა და გოგეშვილების ოჯახში მიმდინარე წინა საახალწლო სამზადის დაესწრო. გურიაში კალანდობისთვის ემზადებიან. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში გოგეშვილების ოჯახში საშობაო ღვეძელისთვის თოვლივით ქათქათა ცომი უკვე ჩაზელილია და ქვის კეციც ცხელია. დიასახლისებისთვის კეცზე ღვეძელის ცხობა ერთგვარი რიტუალია და მას დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან. საერთოდ ღვეძელი გურიაში არის მიღებული, ის არის, რა ქვია, ეს კერძი. ცხება ძირითადად 6 შობის წინაღამეს, მაგრამ კალანდასაც ვაცხობთ, იმიტომ რომ ეს იმაშובה ოჯახში მოათხვავი ბარაკა. გავამზადეთ ცომი, მოვათავსეთ შიგ ყველი და შემდეგ კვერცხი. ეს ყველი კვერცხი არის სიმსუყე, ასე იტყოდა ძველად. მივეცით მთვარის ფორმა, საერთოდ ღვეძელს აქვს მთვარის ფორმა. ეს ოდითგანვე ასე ყოფილა, ხა ბებიასგან გამიგია. დობთ გახურებულ კერძზე. კერძზე ცხებოდა ჭადი, ხაჭაპური, ღვეძლები. ესეც მოვათავსეთ კერძზე. ღვეძელის ცხობა რომ დასრულდება, მერე მუცლის სალოცავები უნდა დააცხონ. ღვეძელს ნახევარ მთვარის ფორმა აქვს. გურულებს მიაჩნიათ, რომ მისთვის ამგვარი ფორმის მიცემა ციურ სხეულებსა და მათ ძლიერებას უკავშირდება. ღვეძელში ჩატანებული კვერცხი კი ხვავისა და ბარაკის სიმბოლოა. გურული ღვეძელის ცხობა ის ტრადიცია და საზეიმო რიტუალია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ამ სურნელოვანი რეცეპტის უკან დგას გურიის ისტორია და ტრადიცია. ღვეძელს როცა გამოცხება 12 საათი მდედა დგომამდე პატარებს აიღებდნენ და ჭიბზე დაადობდნენ, რომ ისაო და თანაც ასე ულოცავდნენ ბებიები, ყველა ჯვარი წერია ავადმყოფობა, თქვენი მუცლის ტკივილი ბებო წაიღოსო. ხო და თითო რამდენი სულიც იყო ოჯახში, იმდენი სულის იმას აცხობდნენ. სანამ ღვეძელი გამოცხება გოგეშვილებში, ჩიჩილაკი ითვლება. მას ზოგი ბასილის ფაფუკ-წვერებს ეძახის, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მზის სხივები ბურბუშელა, თავად ჩიჩილაკი კი მზეა. ტრადიციის მიხედვით ქართველების მეკვლეთ წმინდა ბასილი ითვლებოდა. კალანდობა სწორედ მისი ხსენების დღეს, 14 იანვარს ემთხვევა და ჩიჩილაკსაც წმინდა ბასილის პატივსაცემად სწორედ კალანდობისთვის რთავენ. მას თავზე ჯვარს უკეთებენ. თხილის ჯოხიდან მზადდება და გურულები წყალკურთხევამდე ინახავენ, შემდეგ კი წვავენ ან წყალს ატანენ. უძველესი ტრადიციის მიხედვით გურიაში ასევე დიდი ყურადღება ენიჭება ფეხადს. იგი ოჯახისთვის საყვარელი ადამიანი უნდა იყოს. ხალხის რწმენით, როგორი ფეხითაც იქნება ფერხავი, ისეთი წელიწადი დაუდგება ოჯახს. კალანდა არის ჩემთვის, პირადად და ჩემი ოჯახისთვის ხვავის, ბედნიერები და ყველაფერი სიგარეთის მომდანი, მაგისთვის ვემზადებით, ვემზადებოდით ყოველთვის ჩემი წინაპრებიდან მოყოლებული და ისევე ვემზადები ახლა მეც ყველა კალანდისთვის. ესე გადმოგცემდა ჩვენი ბაბუა და მამები და ვიცით რომ ეს იყო ხვავის მომდანი, ბარაკის მომდანი, მთელი ოჯახი წინსვლის და რა ყველაფერი სიკეთის და კარგის, რა ყველაფერი თუ კი რამე გქონდა ოჯახში საუკეთესო, იმ კალანდისთვის ვინახავდით და კალანდისთვის გამოვქონდა. ვარჩევდი რომ მეუღლე კაი ფეხის ყოფილიყო, არა გული უნდა ქონოდა კარგი და აფერ გამოვიდოდა, მაგის მერე წილები გვიჩვენებდა. ოქროსფერი ღვეძელი უკვე მზადაა. ჩიჩილაკიც გათლილია. ახლა ის დროა ფიშტო გაისროლონ, სუფრას მიუსხდნენ და სრულიად საქართველოს დამდეგი კალანდა მიულოცონ. საკალანდო სუფრა გვიანობამდე გრძელდება. ყვებიან ამბებს, იგონებენ გარდასულ დღეებს და ულოცავენ მთელ დუნიას წლის მთავარ დღესასწაულს, საუკუნეებს გადარჩენილ კალანდას. კალანდა მაინც გამორჩეულია და პირველი სიტყვა რაც შეიძლება გურიდან თქვას ადამიანმა მშვიდობას დავლოცა. მშვიდობიანი კალანდა დაგდგომოდეთ ყველას.
მშვიდობიანი შვება ახალი წელი გაგტენებოდე და უფალს იმართვა რომ ყოველთვის მაგარი მშვიდობიანი აი კალენდა გაგტენებოდე მთლიანად ჩვენ თლიან საქართველოს დაგლოცა და კარგად იყავით კალენდას მოგულოცა ყველა სულათა ფერდაგაკეთებს